ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა დანია გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლების, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებისაკენ მოუწოდებს. მოწოდებას 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ უნგრეთი არ უერთდება. დასკვნაში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, საბჭო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ ნარატივებსა და დეზინფორმაციას გმობს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს ეს პრაქტიკა შეწყვიტოს. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საბჭო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისაგან სწრაფვის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს. საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკური არაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროება. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრანაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. მანამ სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, როგორც პირველი ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე ჩართულობის გასაახლებლად. გაფართოების შესახებ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭოს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ევროკავშირის მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს. საბჭოს მტკიცე მოლოდინი აქვს, რომ საქართველო ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრით რუსეთსა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით ძალისხმევას გააძლიერებს.